რეალობა ვთქვათ, მიშა გადააგდო ბიზნესმა. იმიტომ რომ ბიზნესსაც ყენინა იმ ხელისუფლებას. ზვიად გამსახურდიათ გადააგდო. რა თქმა უნდა, ესენი იმათგან განსხვავებით ბიზნესს ამყოფებენ ყველაზე კომფორტულად. აი ყველაზე კომფორტში არიან ბიზნესმენები. და ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში გავიწყდეთ, რომ თემურჭყონიას უსმენთ. და ეხლა რომელიც დააცხადებს, რომ შვენივრად ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, სისულელი ექნებოდა რუსეთთან აქციებში ჩართვა და შვენივრად ვახორციელებთ. აი მაგას ვამბობ ზუსტად რა, ისინიც ვინც სიტყვა ჩვენ მხარეს არიან, აგერ დაიჭერეს მამუკა და ბადრი, რა ვიცი ხა მაგაზე დიდი ბიზნესმენი ვინ არის ამ ქვეყანაში, ჩემ ცნობიერებაში არ მახსენდება, ხო? და free business პლატფორმას განცხადება არ აქვს, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა ქვეყანაში ბიზნესის მხრიდან, რომ ხალხო რას აკეთებთ? ვიზეც დგას ჩვენი ბიზნესი, იმიტომ რომ ყველას ბანკის ცესხით აქვს, ხო, ბიზნესი გაკეთებული ხარ, არავინ ქეშს არ იხდის რაღაცა კორპუსების მშენებლობაში. ამიტომ რევაზ ლანდშაფტი გვაქვს ძალიან განსხვავებული რა.